ზოგადად აღნიშნა, რომ ცივ სეზონზე რესპირაციული ინფექციები ყოველთვის იმატებს და მათ შორის ყველაზე გამორჩეული, რა თქმა უნდა, გრიპის ვირუსია, იმიტომ რომ ის გამოირჩევა იმითაც, რომ შედარებით უფრო მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს სხვა რესპირაციულ ინფექციებთან შედარებით. თუ ავიღებთ, თქვათ, წინა თვეებს შესაძლებლად, რა თქმა უნდა, იანვრის თვეში მომატებულია, ანუ წინა თვესთან დეკემბერთან შედარებით მზარდია გრიპის ვირუსის რაოდენობა, თუმცა ეს მოსალოდნელი იყო, ეს თითქმის ყოველწლიურად ესე ხდება ცივ სეზონზე. ამაში რაიმე განსაკუთრებული არაფერი არ არის, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საზოგადოებას, ასე თქვათ, სწორი რეკომენდაციები მივცეთ, თუ ვისთვის არის ეს დაავადება საყურადღებო, რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ, როგორ უნდა მოვახდინოთ დაავადების პრევენცია, ან თუ დაგვემართება ეს დაავადება, შემდეგ როგორ უნდა იმართოს ის, ან ვინ საჭიროებს, თქვათ, უკვე медპერსონალზე მიმართვას, რათა თავიდან ავიცილოთ გართულებები. სანამ რეკომენდაციებზე გადავალთ, უფრო დეტალურად რომ აგვიხსნათ, რა არის გრიპის ვირუსი, რითი განსხვავდება ის სხვა ვირუსებისგან და საერთოდ როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ ეს არის გრიპის ვირუსი, რა სიმპტომებით ხასიათდება? კი ბატონო, ზოგადად აღნიშნავ, რომ რესპირაციული ინფექციები ყველა ერთმანეთს გავს, თუმცა გრიპის ვირუსი სხვა რესპირაციული ინფექციებისგან განსხვავდება იმით, რომ მას აქვს მწვავე აგრესიული დასაწყისი, ანუ ის იწყება მაღალი ტემპერატურით, შეიძლება მას ახლდეს ძლიერი საერთო სისუსტე, სახსრების, კუნთების ტკივილი და შემდეგ ამას უკვე ერთვის თან ის რესპირაციული ჩივლები, როგორც შეიძლება იყოს ყელის ტკივილი, მშრალი ხველა, ცხვირის გაჭედვა, გამონადენი ცხვირიდან. ეს სიმპტომები თუ სხვა რესპირატორული ინფექციების დროს, თქვათ, 3-დან 5 დღეში იწყებს კლებას და ლაგდება, გრიპის დროს შეიძლება სიმპტომები განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა გახანგრძლივდეს, თქვათ, 7-8 და ხანდახან 10 დღის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, თუ ადამიანს აი ამ ცივ სეზონზე აღენიშნება მსგავსი ტემპერატურა, მსგავსი სიმპტომები, როგორც არის მაღალი ტემპერატურა, რესპირატორული ჩივილები, უკვე ეჭვი უნდა იქნას მიტანილი გრიპის ვირუსზე და შესაბამისი მართვა უნდა მოხდეს ასეთი პაციენტის. განსაკუთრებით გამოვყოფდი, თქვათ, ადამიანებს, ვისაც აქვს მაღალი რისკი დაავადების მძიმე მიმდინარეობის და ეს ადამიანები არიან, თქვათ, ადამიანები, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები, ასაკოვანი ადამიანები, 60 წელს გადაცილებული ადამიანები იმუნოდეფიციტით და მცირეწლოვანი ბავშვები. ამიტომ თუ თქვათ ეს სიმპტომები, რაზეც ვისაუბრეთ, აღენიშნა ამ კონტინგენტში მოსახლეობის, აუცილებელია, რომ დროულად მოხდეს მიმართვა ექიმთან, რომელიც სწორად შეაფასებს ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას და თქვათ, მოგცემს სპეციფიურ, ასე თქვათ, დანიშნულებას თუ რეკომენდაციებს. აუცილებელია თუ არა, რომ ამ სიმპტომების აღმოჩენისთანავე მივმართოთ ექიმს, არის თუ არა შესაძლებელი სახლში მკურნალობა? იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ამასაც მიმართავს. 90%-ზე მეტი მოსახლეობის, ასე თქვათ, არ წარმოადგენს მაღალ რისკს და მათ მკურნალობა ბინაზე ჩვეულებრივად შესაძლებელია. ამიტომაც გამოვყოფდი, ანუ თუ ჯანმრთელ ადამიანს, ვისაც არ აქვს ფონური დაავადებები, ან არ არის ასაკოვანი, აქვს მსგავსი სიმპტომები და გრიპზე იქნა, ასე თქვათ, ეჭვი მიტანილი, ასე დროს ჩვენ შეგვიძლია ბინაზე ვმართოთ ეს დაავადება, სიმპტომური მკურნალობა დავიწყოთ და რაც მთავარია, გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ინფექცია და სხვა ადამიანებთან მოვერიდოთ კონტაქტს. ეს ეხება იმ კონტინგენტს, ვისაც არ აქვს მაღალი რისკი, ხოლო ვისაც მაღალი რისკი აქვს დაავადების მძიმე განვითარების, მათთან თუ გვაქვს ეჭვი გრიპზე, აი ესე დროს უკვე დროულად უნდა მოხდეს მიმართვა ექიმთან, რომელიც მდგომარეობის შეფასების შემდეგ თუ საჭირო იქნება ჩაატარებს სპეციფიურ, თქვა, ტესტს გრიპის დასადასტურებლად და შემდეგ დაგვინიშნავს სპეციალურ მკურნალობას. ამიტომ ეს უნდა გავმიჯნოთ, ანუ ადამიანები მაღალი რისკით უნდა დროულად მივიდნენ სამედიცინო დაწესებულებაში და ექიმთან, ადამიანები, ვისაც არ აქვს რისკი, მათთან მართვა დაავადების უნდა დაიწყოს, თქვა, ბინაზე, ანუ უნდა იყოს სახლში, უნდა მიიღოს ადეკვატურად სითხეები, ეცადოს, რომ ნაკლები სტრესის ქვეშ იყოს და
თუ აი ესეთ რისკ ჯგუფში არ შემავალ ადამიანს გაუხანგრძლივდება სიმპტომები 3-4 დღისზე მეტხანს ან ექნება შეუპოვარი ცხელება, ზარდი ჰაერის უკმარისობა, ასეთ დროს უკვე ყველა ადამიანმა უნდა მიმართოს ექიმს, რათა დროულად მოხდეს ჩარევა და თუ საჭირო იქნება სპეციფიური მკურნალობის დაწყება. ამიტომ ეს უნდა გავმიჯნოთ, რომ ყველა ადამიანი არ არის აუცილებელი ყველამ რომ მიმართოს პირველ დღეებში ექიმს, მაგრამ აუცილებელია რომ ეს გააკეთოს რისკ ჯგუფში შემავალმა ადამიანებმა. აუცილებლად მინდა გკითხოთ გრიპის ვაქცინაციაზე, განსაკუთრებით რისკ ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია და იანვრის თვეში არის თუ არა ეს დაგვიანებული, როგორც წესი შემოდგომაზე ხდება ხოლმე ვაქცინაციის დაწყება, რამდენად ჩემთვის ცნობილია. კი ბატონო, რა თქმა უნდა, იდეალურ სცენარში კარგია თუ ვაქცინაციას განსაკუთრებით რისკ ჯგუფში შემავალი ადამიანები და არა მხოლოდ ისინი ჩაიტარებენ შემოდგომაზე. თუმცა ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ განსაკუთრებით ის ადამიანები, ვისაც აქვს დაავადების მძიმე მიმდინარეობის მაღალი რისკი, ახლაც ჩემი აზრით უნდა ჩაიტარონ ვაქცინაცია, იმიტომ რომ გრიპის ვაქცინა პირველ რიგში გვიცავს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან და რა თქმა უნდა ასევე ამცირებს რისკებს დაავადების, ასე ვთქვათ, გადადების. ამიტომ ვაქცინაცია არის ის, ასე ვთქვათ, საშუალება, რითაც ჩვენ შეგვიძლია ვებრძოლოთ გრიპის ვირუსს და მინდა აღვნიშნო, რომ თქვათ სტაციონარებში მე სადაც მაქვს შეხება, პაციენტების უმრავლესობა, ვინც არის გრიპის ვირუსის გამო მოთავსებული, მათი უმრავლესობა არ არის ვაქცინირებული და წარმოადგენენ ზუსტად რისკ ჯგუფებს, ანუ აქვს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები, ან ასაკი, ან არიან მცირეწლოვანი ბავშვები. აქედან გამომდინარე, ვაქცინაციის როლი არის ძალიან დიდი. კი ბატონო, ვინც ვერ ჩაიტარა შემოდგომაზე, ცუდია, მაგრამ რისკ ჯგუფში შემავალ ადამიანებს მე ურჩევდი, რომ დღევანდელ დღესაც ისარგებლონ ამ საშუალებით, იმიტომ რომ ამით ძალიან შევამცირებთ დაავადების მძიმე მიმდინარეობის რისკს. რა პერიოდის განმავლობაში იცავს ვაქცინაცია ადამიანს და გარდა გრიპის ვირუსისა, თუ არის ის ეფექტური სხვა ვირუსების მიმართაც? კი ბატონო, გრიპის ვაქცინაცია სეზონურ ვაქცინაციას ეძახიან, იმიტომ რომ თქვა თუ ჩვენ ჩავიტარებთ სეზონზე ერთხელ ვაქცინა გრიპის ვაქცინით, ასე თქვა, ავიცრებით, შემდეგ სეზონამდე დაახლოებით თქვა 8-დან 12 თვემდე მეტნაკლებად დაცული ვართ, რომ გრიპის ვირუსი არ დაგვემართოს, ან თუ დაგვემართება, გადავიტანოთ სუბუქად. აქედან გამომდინარე, თქვა, ამიტომაც არის რეკომენდირებული, რომ შემოდგომაზე ავიცრათ, რათა თქვა ბოლომდე სანამ გრძელდება გრიპის სეზონი და შეიძლება მაისი-ივნისის თვემდეც გაგრძელდეს, ვიქნებით გრიპისგან დაცული. ეს ერთი. მეორე, გრიპის ვაქცინა გვიცავს გრიპის ვირუსისგან, A და B გრიპისგან და მათი სეროტიპებისგან, მაგრამ ის ვერ გვიცავს სხვა რესპირაციული ინფექციებისგან. თუმცა, როგორც აღნიშნე, სხვა რესპირაციულ ინფექციებს აქვს ბევრად ნაკლები გართულება ვიდრე გრიპს, აქედან გამომდინარე, ვთქვათ, პრიორიტეტი არის, რა თქმა უნდა, რომ დაცულები ვიყოთ გრიპისგან, იმიტომ რომ იგივე პარაგრიპი, სხვა კორონავირუსები, რესპირაციულ სენსიტიური ვირუსი, მეტაპნევმონიის ვირუსი, რომლებიც ცირკულირებენ გრიპის გარდა დღეს, ვთქვათ, ქვეყანაში, მათ მიერ მძიმე დაავადების გამოწვევის რისკი არის 10-ჯერ, 15-ჯერ ნაკლები, ვიდრე ეს აქვს გრიპს. და მინდა გკითხოთ ის, რაზეც თქვენ საუბრობდით გადაცემის დასაწყისში, ეს არის რეკომენდაციები, რა უნდა გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევძლოთ ავიცილოთ თავიდან გრიპის ვირუსი. კი ბატონო, პირველ რიგში, ვაქცინაციაზე ვისაუბრეთ, ამიტომ აღარ დავბრუნდები. გარდა ვაქცინაციისა, რა თქმა უნდა, რესპირაციული ინფექციების პრევენცია მოიცავს ზოგად პრინციპების დაცვას, როგორც არის პირველი ჰიგიენური ნორმები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ ხელების ხშირი დაბანა, ზედაპირების ხშირი, ასე თქვა, გასუფთავება, თუ ამის საშუალება არის, იმ სივრცეში, სადაც ვიმყოფებით, ხშირი განიავება, რომ ასე თქვა, აერაცია იყოს კარგი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ სიმპტომები გამოგვივლინდა, რომ მოვერიდოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს, იმიტომ რომ ვიცით, რომ ეს დაავადება არის რესპირაციული ინფექცია და ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები და ძალაუნებურად არ გავხდეთ დაავადების გავრცელების წყარო. ეს არის და ასევე თუ ვერ ვახერხებთ სხვა ადამიანებიდან თავის არიდებას და ხალხმრავალ ადგილას გვიწევს ყოფნას, ასე დროს გამოვიყენოთ, თქვათ, ისეთი დამცავი საშუალებები, როგორც არის
ეს პირბადე. ანუ აი ამ ზოგადი პრინციპების დაცვით, რა თქმა უნდა, ჩვენ რისკებს შევამცირებთ, რომ დაავადება დაგვემართოს და ან გავრცელდეს ის ფართომასშტაბიანად და პლუს ამას ძალიან მნიშვნელოვანი ასევე ზოგადი ჯანმრთელობის კუთხითაც მიხედვა პაციენტზე, იმიტომ რომ ვიცით ჩვენ ბევრ ადამიანს აქვს ქრონიკული დაავადება, როგორც აღნიშნე ქრონიკული დაავადების დროს დაავადება გრიპი შეიძლება წავიდეს მძიმედ, ამიტომ აი ამ ქრონიკული დაავადების მართვის და სწორად მართვის შემთხვევაში ასევე ვამცირებთ გრიპის გადადებისაც და მძიმე მიმდინარეობის რისკებსაც. ამიტომ აი ზოგად პრინციპების დაცვა პლუს ვაქცინაცია რისკ ჯგუფებში არის იმის ასე ვთქვათ წინაპირობა, რომ ჩვენ გქონდეს მეტნაკლებად სტაბილური ეპიდსიტუაცია გრიპის კუთხით, ან თუ დაემართება ადამიანებს, მათი მართვა მოხდეს ბევრად მარტივად და ნაკლები მძიმე პაციენტი გვყავდეს სტაციონარში და არ დასჭირდეთ ადამიანებს ჰოსპიტალიზაცია, რაც რა თქმა უნდა არის ძალიან ცუდი თუ ბევრი ადამიანი მოხდა გრიპის ვირუსით საავადმყოფოში.